Times of Israel ლიბანურ ტელეარხზე LBCI და საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სირია არ მოსთხოვს ისრაელს გოლანის მაღლობების დაბრუნებას. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ახალი ადმინისტრაციის აღიარება აჰმედ აშ-შაარას ხელმძღვანელობით. საქმე ეხება ტერიტორიებს, რომლებსაც ისრაელი 1967 წლიდან აკონტროლებს. საერთაშორისო თანამეგობრობამ გაეროს ჩათვლით დაგმო ისრაელის მხრიდან გოლანის მაღლობების ანექსია და მას დღესაც სირიის ნაწილად მიიჩნევს. გაეროს უშიშროების საბჭოს 497 რეზოლუციის თანახმად ეს უკანონო ანექსიაა. ახლა სირიის მთავრობა, რომელსაც აშ-შაარა ხელმძღვანელობს და რომელიც ტერორისტული დაჯგუფების წევრებისგან შედგება, ცდილობს იმის მიღწევას, რომ ისრაელმა აღიაროს ქვეყნის ახალი ხელისუფლება და გაიყვანოს საკუთარი ჯარები სირიის სამხრეთიდან, რომელსაც იანვრის შემდეგ აკონტროლებს. გარდა ამისა, სირია მოუწოდებს მკაფიოდ განისაზღვროს შეთანხმებები უსაფრთხოების სფეროში თავისი ტერიტორიის სამხრეთით და სასაზღვრო სამკუთხედში იორდანიას, სირიას და ისრაელს შორის. ის ასევე ცდილობს შეერთებული შტატების მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა ამ მხარდაჭერის მოლოდინის დეტალები არ საჯაროვდება, წერს გამოცემა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საზოგადოებას მიმართა ბელგრადში ღამის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, სადაც მომიტინგეები არეულობას აწყობდნენ და პოლიციას ესხმოდნენ თავს. ნურავენ მოგვაჩვენებს თავს, რომ უცოდინარი და გულუბრყვილოა, პატივცემულო მოქალაქეებო, დგება პასუხისმგებლობის დრო. მე ხელს არ მოვაწერა არანაირ შეწყალებას ან ამინისტიას და არ გავათავისუფლებ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ ადამიანებს, რომლებიც 500 ჯერ გავაფრთხილეთ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ძალადობაში. მე განსხვავებულად მიუდგები მხოლოდ არქიტექტურის და ზოგიერთი სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს, რომლებმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ ფიქრობენ ვუჩიჩზე ყველაფერს უწს, რომ ის საშინელია, მას ვერ იტანენ, მაგრამ ძალადობაში მონაწილეობას არ მიიღებენ. უზარმაზარი სხვაობა ამ ადამიანებს და იმათ შორის, ვინც შეგნებულად ცდილობს სისხლის ზღვრის გამოწვევას. მხოლოდ შემთხვევითობის და პოლიციის უზარმაზარი პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენ გადავურჩით მძიმე შედეგებს. ღმერთმა იცის, რამდენი მოქალაქე და რამდენი პოლიციელი შეიძლება დაზარალებულიყო გასულ ღამეს. ეს თავდასხმები პოლიციაზე დასასრულს არ ნიშნავს. გრძელდება დანარჩენი პირების იდენტიფიკაცია და ამით უსაფრთხოების სააგენტოც არის დაკავებული, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთმა სუმის ირგვლივ 50,000 სამხედრო განათავსა და უკრაინას სახიფათო ვითარება შეუქმნა. რუსული არმია სულ რაღაც 19 კილომეტრში იმყოფება უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რეგიონის დედაქალაქისგან, რომელიც მოსკოვის ახალ სამიზნედ იქცა. კრემლი ფრონტის სულ უფრო მეტ მონაკვეთზე იყენებს ცოცხალი ძალის უპირატესობას და სულ უფრო ხშირად ხსნის შეტევის ახალ ხაზებს, ნათქვამია სტატიაში. სტატიის ავტორი წერს, რომ ამ წლის დასაწყისში კურსკის ოლქიდან უკრაინული არმიის განდევნის შემდეგ რუსი სამხედროები ახლა საზღვრის მიღმა საწინააღმდეგო მიმართულებით სუმისკენ დაიძრნენ. ამ რაიონში მებრძოლი სამხედროების მონაცემებით რუსების რაოდენობა უკრაინის არმიას დაახლოებით 3-ჯერ აღემატება და 50,000 ადამიანს შეადგენს. წელიწადნახევრის განმავლობაში, ვიდრე უკრაინა ინარჩუნებდა ტერიტორიას რუსეთის კურსკის ოლქში, იქ მებრძოლი ჯარისკაცები ვარაუდობდნენ, რომ საზღვრის უკრაინულ მხარეს სამხედროები მყარ თავდაცვით პოზიციებს მოამზადებდნენ. ამის ნაცვლად კი კურსკიდან ქაოტური და წვირად ღირებული უკან დახევის შემდეგ მათ აღმოაჩინეს მიტოვებული ცანგრები, რომლებიც უპილოტო თვითმფრინავებისგან არაფერი იცავს, წერს გამოცემა. ამერიკამ გააუქმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც ხელს უშლიდა უნგრეთში ატომური ელექტროსადგურის პაშორის მშენებლობას, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიირატომ. მისი თქმით, ეს სანქციები, რომლებიც ატომური ელექტროსადგურის პაქშის გაფართოებასთან იყო დაკავშირებული, ამერიკის წინა ადმინისტრაციამ ბაიდენის მთავრობამ შემოიღო. ისინი უნგრეთს მტრად განიხილავდნენ. გარდა ამისა, უნგრელმა მინისტრმა სანქციების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა ტრამპს და აღნიშნა, რომ პაქში უნგრეთის ენერგომომარაგებას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს და მისი წყალობით კომუნალურ მომსახურებაზე ხარჯების შემცირების შედეგები შენარჩუნდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის ირანზე სუსტი თავდასხმების შესახებ ისტორიების უკან იგივე ხალხი დგას, ვინც ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ცრუ ნარატივებს ავრცელებდა. მაშასე ირანს შეხვედრა სურს, როგორც იცით, მათი ობიექტები ეს ძალიან ბოროტი ბირთვული ობიექტები განადგურებულია, ის რომ ისინი არსებობდა უკვე დადასტურებულია. რაღაც დროის განმავლობაში ჩვენთან ფეიქ ნიუსებს ავრცელებდნენ. ეს იგივე ხალხია, ვინც ჰანტერ ბაიდენის ნოუთბუქს აშუქებდა და ამტკიცებდა, რომ ის რუსეთიდან იყო, ქმნიდა მისტიფიკაციებს რუსეთის შესახებ. ამ ადამიანებმა მოიგონეს რაღაც, რამაც შეაფერხა იმის აღიარება, რომ ჩვენმა დიდებულმა პილოტებმა, ამ დიდებულმა ამერიკელებმა გამოავლინეს დიდი ტალანტი და უზუსტესად გაანადგურეს სამიზნეები, განაცხადა ტრამპმა. იმავდროულად ამერიკის პრეზიდენტმა დაუშვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს შესაძლოა მოსთხოვოს არამხოლოდ ურანის წარმოების შეწყვეტა, არამედ ყველა არსებული მარაგების გადმოცემა. ვინმე უნდა ჩაატაროს ინსპექცია ირანში, ამ ატომური ენერგიის სააგენტო მაგატე ან ჩვენ, აღნიშნა პრეზიდენტმა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მაგატესთან თანამშრომლობას წყვეტს. ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჩვენი თანამშრომლობის შეწყვეტას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან იმ დრომდე, ვიდრე არ გვექნება გარანტიები ჩვენი ბირთვული საქმიანობის დაცულობის და უსაფრთხოების შესახებ. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ შედეგია ამ სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის დესტრუქციული როლის. ის შეგნებულად ხლართავს სიტუაციას და მალავს იმ ფაქტს, რომ სააგენტომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ მოხსნა ყველა მანამდე არსებული შეკითხვა. ამ ქმედებებით ის პირდაპირ დაეხმარა პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციის მიღებას მაგატეს მმართველთა საბჭოზე ირანის წინააღმდეგ. მეტიც, მან ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო შეერთებული შტატების და ისრაელის უკანონო ავიადარტყმებს ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე. რაფაელ გროსიმ უღალატა თავის ვალდებულებებს, მან არც კი დაგმო სააგენტოს წესდების გარანტიების ეს გაუგონარი დარღვევა. სააგენტო და მისი დირექტორი სრულად არიან პასუხისმგებლები, რომ დღეს ასეთი მძიმე სიტუაცია შეიქმნა. მისი დაჟინებული მცდელობები მოინახულოს დაბომბილი ობიექტები გარანტირებული ინსპექციის საბაბით ყოველგვარ აზრს მოკლებულია და შესაძლოა ბოროტი განზრახვის ხასიათიც აქვს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მივიღოთ ნებისმიერი ზომები ჩვენი ინტერესების, ჩვენი ხალხის და ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად, განაცხადა აბას არაღჩი. ფრანგი პოლიტიკოსის მემარჯვენე ნიკოლა ჯუპონის თქმით, ფონ დერ ლაიენი ყიდულობს იარაღს ამერიკისგან, რომ თავს დაესხას რუსეთს. მას შემდეგ, რაც ნატოს სამიტზე შეერთებულმა შტატებმა და მისმა მორჩილმა პუდელმა ნატოსკენ მდივანმა მარკ რუტემ გამოსტყუეს ფული ევროკავშირს, ახლა ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპის კავშირს უნდა 650 მილიარდი ევროს გახარჯვა ამერიკული იარაღის შესაძენად და რუსეთისთვის ომის გამოსაცხადებლად. საფრანგეთმა უნდა დატოვოს ნატოს გაერთიანებული სამხედრო სარდლობა და აღიდგინოს სრული დამოუკიდებლობა თავდაცვის სფეროში. ჩვენი შეკავების სისტემა უნდა დარჩეს ნაციონალური, ხოლო მომავალი გამანადგურებელი უნდა იყოს ფრანგული, განაცხადა ჯუპონმა.